კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორფოლოს სათმელ ბაზაზე. მე გახნახოთ ქართველი, ამერიკელი, ბულგარელი, რუმინელი, ლატვიელი და უკრაინელი მებრძოლები თუ როგორ ვარდიშობენ და სწავლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ურთიერთთავსებადობის დახვეწა, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოში არაღებულმა ძალებმა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დაგეგმოს და აღასრულოს ნატოს რეაგირების ძალების მხარდაჭერა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სწავლების დაგეგმვის პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობა. შესაბამისად, ჩვენ დავგეგმეთ ღია კარის დღე და რომელიც საშუალება მიეცა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მოვიდნენ, ნახონ სწავლება თუ როგორ მიმდინარეობს და ამავდროულად მათთვის უნიკალური შესაძლებლობა არის, რომ ნახონ ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკა. დღევანდელი სწავლება იყო დემონსტრირება იმისა, თუ რას მოიცავს Agile Spirit 2016 სწავლება. ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ საერთო საჯარისო ნაწილების ინტეგრაცია ქართველებთან, რუმინელებთან, ბულგარელებთან და უკრაინელებთან. საზღვაო ქვეითები ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საქართველოში დაბრუნების და Agile Spirit 2016 სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. დღეს ყველაზე მასშტაბური სწავლება გაიმართა. დედაქალაქიდან მოშორებით პირველად ვიმყოფებით. აღნიშნული სწავლება ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდას ამერიკელ საზღვაო ქვეითებსა და ქართულ სამხედროებს შორის. მე წარმოვადგენ ბულგარეთის შეიარაღებულ ძალებს. უპირველეს ყოვლისა, მე და ჩემს სამხედროებს, რომლებიც Agile Spirit 2016 სწავლებაში მონაწილეობთ, გსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ქართულ მხარეს სტუმართმოყვარეობისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ჩვენი აკ-ყოფნის მიზანია პირველი გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა, მეორე მოხდეს შავი ზღვის რეგიონის გაერთიანება და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე ქვეყნებს საქართველოს, ბულგარეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუმინეთს შორის გამოცდილების გაზიარებით. ეს არის დიდი შესაძლებლობა ყველა მონაწილისთვის. ეს ხელს შეუწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდას, პარტნიორობისა და მეგობრობის გამყარებას.